თვითონ ნანა კაგაბაძის განცხადებებს ვეცნობოდი და ერთმანეთის საწინააღმდეგო არის სხვათა შორის. მინდა გითხრათ, რომ ერთის მხრივ, როდესაც ნანა კაგაბაძე ამბობს, აი თუნდაც უწმინდესის მკვლელობა 2009 წელს იგეგმებოდა. წარმოიდგინეთ, როგორი სკანდალური განცხადება გააკეთა მან. ანუ ეს პატრიარქმაც კი იცოდაო და დაიჯერაო, მაგრამ ღია დაპირისპირება არ მოინდომაო ეკლესიასთან. წარმოიდგინეთ, ანუ პატრიარქმა დაიჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი მკვლელი იყო. ანუ ფაქტობრივად მცდელობა ჰქონდა მასაც მოწამვლის და აქედან გამომდინარე, არათუ მამა გიორგი მიხეილ სააკაშვილიც უნდა იჯდეს მაშინ მის გვერდით. ანუ ვინმეს თუ დავასახლებთ ამ მცდელობის საკითხებში, ბევრი ადამიანები ვინც ნანა კაგაბაძისგან გამოიკეთა. იგივე მიხეილ სააკაშვილი. მე მახსენდება ასევე მისი, ესე ვთქვათ, პრიორიტეტში ჩართვა ტელეკომპანია იბერიაში, სადაც ის დიალოგში შედის ზუსტად მახსოვს მალხაზ პატარაიასთან. და ესეთი ერთი საინტერესო ფაქტია, იმას ნაციონალობაში ცდებდა ბრალს, როგორც მეუფე პეტრეს დევს დღეს ბრალს. და მალხაზ პატარაია აკეთებს ესეთ საინტერესო განცხადებას. ერთხელ შეხვდიო მიხეილ სააკაშვილს და ისიცო თბილ გარემოში მეგობრულად ქალბატონმა ნანა კაგაბაძემ გამაცნო. რომელიც თითქოს დაპირისპირებული იყო მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ ძალიან მეგობრულად ისეთი ღონისძიებები დაგეგმესო. ეს იყო უშუალოდ მეგობრების შეხვედრა და არა მოწინააღმდეგეების. და დღეს ნანა კაგაბაძის მსგავსი განცხადებები უბრალოდ უხერხული არის. როცა მით უმეტეს მღვდელმთავარზე საუბრობთ. კი ბატონო, მესმის თქვენი, მოდით მიუბრუნდეთ იმ წერილს. მე მაყურებელს ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაცია მივაწოდე, რა წერია ამ წერილში.